de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. ფორმულა ცენტერში თქვენ უყურებთ 233 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშულდაძესთან. გადაცემას ცუდი ამბით დავიწყეთ. უბრალოდ ამ დღეში რომელი ამბითაც არ უნდა დავიწყოთ, ყველა ცუდია. ამიტომ უბრალოდ ერთ-ერთი ამბით დავიწყეთ. კოცებმა ახალი კანონები მოაყარეს. ყველა ერთმანეთზე უარესი. არ ისვენებენ. ერთი კვირა ხო შეიძლება რომ დაისვენ? არა. ყოველ კვირაში რაღაც თემები უნდა შემოაგდო, რო არ მოვდუნდეთ. არ ვიფიქროთ, რომ ეგა ამაზე უარესი ვეღარ იქნება. აი თუ ვერ იქნება. ჯერ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე აგვაყაყანეს. წინა კვირაში კვერცხებზე გვალაპარაკეს. ამ კვირაში კი მანქანების თემა შემოაგდეს. იქნებ მანქანებზე უფრო დიდი ყურადღება გადაგვეტანა, ვიდრე განათლების რეფორმაზე. ჩვენის ხალხი არ ვართ, ვინც მანქანებს უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობს, ვიდრე იმას, თუ რას უშვრება ქართული ოცნება განათლებას. თან ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ფონზე მანქანების კანონი ვის უნდა შეეხოს? 6 წლის მანქანები შემოვლენ, ოკეი? ჩვენ ხომ დიდრდებით. ბოლოს როდის ვნახე 2019 წლიანი მანქანა აღარც მახსოვს. კოცებმა აქედან მოუარეს ილიას უნივერსიტეტს თუ იქიდან მოუარეს, ბოლოს მობეზრდა და პირდაპირ დასხეს. ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. გადაწყვეტილებაში უამრავი მსხვილი კოცობა ჩაწერეს. რამდენიმე მათგანს გამოვყოფთ. პირველ რიგში ილია უნიზე ვისაუბროთ. ეს უნივერსიტეტი ისე ჰქონდა ყელში გაჩხერი, რომ მაქსიმალური შეზღუდვა დაუწესეს. მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 92%-ით მცირდება. 92%-ით შეამცირეს. წარმოიდგინეთ, პროცენტი სულ 100-ია, ხო გახსოვთ? 100 სულ. ხო და 92-ით შეამცირეს. რაღაცას რომ 70%-იანი ფასდაკლება აქვს ტანსაცმელს, იცით რას ეძახიან? ლიკვიდაცია. ამათ 92% გლიჯეს. 3800 სტუდენტის ნაცვლად 300 სტუდენტს მიიღებენ. 13 ჯერ ნაკლებს. მე გამიჩნდა ასეთი შეკითხვა. თუ 3800-ის ნაცვლად 300 სტუდენტი ეყოლებათ, ეს ამხელა შენობები აღარ დაჭირდებათ, არა? რა სიტყვით კოცებო? დაფიქრდით ამ. დარწმუნებული ვარ, თავში არ მოგსვლიათ ჯერ ასეთია. რასაკვირველია, ამას საზოგადოების პროტესტი მოყვა და ილია უნიც არ აპირებს ამასთან შეგუებას. გია ვოლსკი კი ვერაფრით ხვდება რა არ მოსწონთ უნივერსიტეტში, სადაც 3800-ის ნაცვლად 300 სტუდენტს მიიღებენ. ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ. დაასკვნა გიამ. მეც მგონია გია, აბა ეხლა ამ მოწმენდილ ცაზე გაგანია რეფორმები, რას აპროტესტებდნენ? ამ სიგიჟის ფარგლებში ასევე შემცირებულია სოხუმის, ქუთაისის ორივე უნივერსიტეტის, გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის უნივერსიტეტების სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. მომინდომეს რეგიონებში სწავლა განათლება. საქმის მეტი რა არის რეგიონებში? წიგნებს რო არ უხატქუნო თავი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის ფარგლებში ოცნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ამცირებს. წელს კვოტა 240-დან 165-მდე შემცირდება. მართალია. ამდენი ჟურნალისტი რა საჭიროა? ცოტა იყოს და იმედზე. თუ ევროპისკენ არა, აბა საით მივდივართ. ვისაც ეს კითხვა კიდევ მოგეპოვებათ მარაგში, თქვენთვის ცუდი ამბავი მოქვს. ორი ცუდი ამბავი. ორი სამარცხვინო ამბავი. პირველი ისაა, რომ
რუსებს რკინიგზის აღდგენა უნდათ საქართველოს და რუსეთს შორის, ოღონდ სახელმწიფო აფხაზეთის გავლით. მეორე სამარცხვინო ამბავი კი ისაა, რომ 11 თებერვალს ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფში ირანის ისლამისტური რევოლუციის 57 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბოჭორიშვილის მოადგილე ლაშა დარსალია, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ბიძინას დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც ესწრებოდნენ. მოსაწვევზე იცით რა ეწერა მართლა? მოსაწვევებს ხო მიიღეს ამათ და მოსაწვევზე კიდე ეწერა, რომ გარდა იმისა, რომ ირანის ისლამისტური რევოლუციის 59 თუ რაღაც წლის თავზე ხო იყვნენ და ქართველებისთვის სპეციალურად მოსაწვევზე ეს ეწერა. ქართველების ირანში გამოჩენის 410 წლის აღსანიშნავად. ანუ ქართველების გადასახლების ზეიმზე დაგვპატიჟეს და მივედით. 410 წელი გავიდა შახ აბასის ლაშქრობებიდან. მაშინ კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გააწყვიტეს ირანელებმა. გადარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი წამებით გადაასახლეს ირანში. და ახლა ჩვენ გვაზეიმეს ეს დიდი დღესასწაული. შახ აბასის სადღეგრძელო დალიეს თუ არა, არ ვიცი. ევროპას აშავებენ ბიჭო ყოველ დღე და შახ აბასობაზე იყვნენ. 11 თებერვალი შეიძლება უქმედაც გამოაცხადონ მომავალ წელს. რავი, შახ აბასობას და თბილისობას გრიალებთ მთელი ქვეყანა. მაგარ დღეებს გასწავლით კოცებო აღსანიშნად. ბაზალეთის ბრძოლის დღე აღნიშნეთ. ან ირანელებთან ერთად შახ-თამაზის ლაშქრობები აღნიშნეთ. მარტყოფის ბრძოლა, ეგ მოვიგეთ, ბოდიში, ეგ არა. მარაბდა აღნიშნეთ. თემურ ლენგის ძეგლიც დიდი მოწიწებით მოინახულეთ. თუ ეგ უკვე გააკეთეთ. ზუსტად ერთ კვირაში 21 თებერვალი დგება. ეგ აღნიშნეთ, ოღონდ ზარზეიმით, ლამაზად, ფოერვერკებით. არაბული ინვესტიცია რო შემოვა, გადახედეთ თარიღებს მურვანყრუ შემოსევებიდან რომელიმე გვალთარის ხო არ უწევს. ახალი ამბები გვაქვს ხოცებსა და BBC-ს დავას შორის. BBC-დან გასაჩივრების შემდეგ პასუხი მოვიდა. ანუ BBC-ს ფილმი ხო გაასაჩივრეს ამათ BBC-შივე. და ხო ელოდებოდნენ რომ ეხლა რა გვეთქვის BBC. ხო და BBC მუთხრა რომ უყურეთ ფილმს და უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტით არის ყველაფერი გადმოცემული. ამ ვერდიქტით უკმაყოფილო იყო შალვა პაპუაშვილი. თუმცა ეხლა ამ პასუხს ისედაც ვარაუდობდა. BBC-სგან დიდი იმედი არ მქონდა. კვლავ გავასაჩივრებთ მათ პოზიციას. იცით სად ასაჩივრებენ? ისევ BBC-ში. ამჯერად მეორე ინსტანციაში. ვაიდე, რა ქნა შალვამაც, ბოლომდე აწურინებს. ამ მეორე საფეხურიდან ჯერ არ მოსულა პასუხი, მაგრამ თუ გინდა დაგასპოილერებთ. არ დააკმაყოფილებენ შალვას სარჩელს. მერე კი შალვა გააგრძელებს ბრძოლას. ჩვენ აუცილებლად მივყვებით ყველა პროცედურას, რომელიც საბოლოო ჯამში გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც რომელიმე უცხოური სახელმწიფო ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა. ასე რომ აქაც ნახავთ მწარე მარცხს მათი მხრიდან. შეგახსენებთ, რომ კოცებმა ბოლო პერიოდში 2 არბიტრაჟი წააგეს რუსულ და თურქულ კომპანიებთან. 2 თუ 3 მილიარდი ლარი აქვთ გადასახდელი ჯარიმებში. ჩვენი ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადონ ეს ყველაფერი. ჩვენ ჯიბიდან ანუ. შეიძლება კოცები წაგებულად არ მიიჩნევენ იმ საქმეებს, რომლებიც ჩვენი ჯიბიდან არის გადასახდელი. კაი. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემაა იზოლაცია. სანამ კოკა-კოლა მიდგას აქ, შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ იზოლაცია არ გვემუქრება, მაგრამ არ არის ეგრე. სამხრეთ კავკასიაში 4 სახელმწიფო ვართ: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. თქვენი აზრით, ჩამოთვლითაგან რომელი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი?
დიახ მეგობრებო, მხოლოდ საქართველო. რეგიონში მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. როდესაც ქოცები ხელისუფლებაში მოვიდნენ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკას მხოლოდ ორი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავდა: თურქეთი და საქართველო. ქოცებმა იშრომეს, იწვალეს, ყველაფერი იკადრეს და 2026 წელს პატრონებს გული გაუხარეს. რეგიონში მხოლოდ საქართველო არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. იყო დრო რეგიონში სინათლის სხივი ვიყავით. ეს არ არის მაღალი სტანდარტი. ამ რეგიონში საუკეთესოების დედავატირე. მაგრამ აქაც კი ყველაზე ჩამორჩენილი რო ხდები, საერთოდ კატასტროფაა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი JD Vance სომხეთსა და აზერბაიჯანს ესტუმრა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი კავკასიას თბილისის სტუმრობის გარეშე ეწვია. უახლოეს წარსულში, გუშინწინეებზე თბილისში გვინახავს მოცეკვავე ამერიკის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტში გვინახავს სიტყვით გამოსული ჯო ბაიდენი, ბათუმში გვინახავს დონალდ ტრამპი. ამერიკის მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებთან ისეთი გაშინაურებულები ვიყავით, რომ ამერიკის ერთი პრეზიდენტი კიდაღამ ავაფეთქეთ თბილისში. წარმოიდგინეთ, როგორი მჭიდრო ურთიერთობა უნდა გქონდეს ქვეყანასთან, რომ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა საქართველოდან გაუსვლელად დაგეგმო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა. ვოვა არუთინიას ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო 4 პრეზიდენტიდან 3-ის აფეთქება შეეძლო ისე, რომ ავლაბრიდან გასვლა არ დაჭირდება. უბანში. აი ეგეთ ურთიერთობაში ვიყავით უკვე ამერიკასთან. ასეთი საშინელი კუთხიდან ასე რომ დავინახოთ ამერიკასთან ურთიერთობა, აქედანაც კი ჩანს, რამდენად ახლოს ვიყავით და ახლა რა ხდება. საქართველოს გარდა ყველასთან ძმაკაცობს დედამიწის უძლიერესი სახელმწიფო. მეგობრებო, ამას ქვია იზოლაცია. და იზოლაცია დამღუპველია დიდი სახელმწიფოებისთვისაც კი, პატარებზე აღარაფერს ვამბობ. მოდი რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ ისტორიიდან, რა დაუჯდათ სახელმწიფოებს იზოლაცია. ჩინეთის მაგალითი ადრეც გვითქვამს. ნომერი პირველი სახელმწიფო იყო მე-15 საუკუნეში. აბსოლუტური უპირატესობით ზღვაზე. ერთჩვენიერ დღეს ჩაიკეტნენ. და ევროპა გახდა სუპერ დომინანტი მთელ მსოფლიოში. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში. ამაზე ადრეს გვისაუბრია. სხვა მაგალითებს მოგიყვანთ. დაახლოებით 200 წელი იაპონია სრულ თვით იზოლაციაში იყო. მე-17 საუკუნის დასაწყისიდან მე-19 საუკუნის შუამდე. 1630-იანი წლებიდან იაპონიამ შემოიღო საკოკუ. საკოკუ ნიშნავს დახურული ქვეყნის პოლიტიკას. აიკრძალა ქვეყნიდან გასვლა, შეიზღუდა ვაჭრობა. დასავლეთელებთან მხოლოდ ჰოლანდიელებთან ვაჭრობდნენ და ისინი ძალიან შეზღუდულად. იცით რა იყო საკოკუს მიზანი? იაპონიის დაცვა უცხოური გავლენისგან. დღეს იაპონიის ხსენებაზე რა გახსენდებათ პირველი? განვითარება, ტექნოლოგიები. ეგენი 22 საუკუნეში ცხოვრობენ ძმა, ხო ეგრეა? იზოლაციის პერიოდში ყველაფერი იყო პირიქით. რამდენიმე საუკუნით ჩამორჩა იაპონია. დასავლეთში ქარხნები გუგუნებდა, იაპონიაში ისევ ფეოდალიზმი იყო. დასავლეთის ქვეყნებს ორთქლის ძრავზე მომუშავე გემები ყავდათ, იაპონელები ხის იალქნიანი გემებით დაცურავდნენ. ისიც თავის ტერიტორიულ წყლებში წასვლა აკრძალული იყო. ერთჩვენიერ დღეს ტოკიოს პორტში შევიდნენ ამერიკული გემები და იაპონელები დაიშოკნენ. ნანახს შავი გემები უწოდეს. იმიტომ რომ ორთქლის გემები ქვანახშირს წვავდნენ და უზარმაზარ შავ კვამლს უშვებდნენ. იაპონელებისთვის ეს იყო უცნაური სანახაობა. გემი, რომელიც ქარის გარეშე მოძრაობს და კვამს აფრქვევს. იაპონიის ელიტამ კი იცოდა დასავლეთში ბაბასილი გემები რო ყავდათ, მაგრამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის შოკი იყო. ამერიკელებმა გარკვეული მოთხოვნები წამოაყენეს. წყნარი ოკეანის გრძელ მარშრუტებზე ამერიკულ გემებს სადგურები სჭირდებოდათ. ამიტომ მოითხოვეს პორტების გახსნა, მომარაგების სადგურები, მეზღვაურების დაცვა, სავაჭრო ურთიერთობები, დიპლომატიური კონტაქტი. იაპონელები მიხვდნენ, რომ ძალიან ჩამორჩნენ.
ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და უარი თქვეს იზოლაციაზე და დაიწყეს ევროპაში გაგზავნეს დელეგაციები, დაიწყეს სამხედრო ტექნოლოგიის შესწავლა, სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა, დასავლური იარაღის შეძენა, სამხედრო ინსტრუქტორების მოწვევა, გააუქმეს სამურაების პრივილეგიები, მიწის რეფორმა ჩაატარეს, ქარხნების მშენებლობა დაიწყეს, რკინიგზა გაიყვანეს. იაპონიამ პირდაპირ გადმოაკოპირა გერმანული არმია, ბრიტანული ფლოტი, ფრანგული სამართალი, ამერიკული განათლება. ანუ მიხვდნენ, რომ უცხოეთის გავლენა შეიძლება იყოს ძალიან კარგი, თუ კი შეინარჩუნებ შენს კარგს და ზემოდან დაამატებ უცხოურ კარგს. 1868 წელს იაპონია იყო ფეოდალური სახელმწიფო. 1900 წელს უკვე ინდუსტრიული და 1905 წელს ომში რუსეთს მოუწევს გამჩენ პატრონი. ესაა განსხვავება იზოლაციასა და მოდერნიზაციას შორის. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, რავი, რა დაემართა ქვეყანას იზოლაციით და პირიქით, როგორ განვითარდა უცხოეთის გავლენით. ჩვენს წინაპრებს უარი რო ეთქვათ უცხოურ გავლენაზე, დღეს ქრისტიანები არ ვიქნებოდით და ისევ არმაზის კერპელები ვიქნებოდით, თუ ვიქნებოდით საერთოდ. დღეს შავი გემები არის ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსი, რობოტიკა, ჩიპების წარმოება, ენერგეტიკა და ასე შემდეგ. და ნაცვლად იმისა, რომ დღეს საქართველოს ეძმაკაცებოდეს დასავლეთს, დასავლურ კომპანიებს თავაზობდნენ შეღავათებს საქართველოში დატა ცენტრების ასაშენებლად, ვიყოთ სანდო პარტნიორები, რომელსაც გაუზიარებენ ტექნოლოგიებს, მილიარდებს რომ დედებთ განათლებაში, ამის ნაცვლად ვაგინებთ დასავლეთს, ვაუქმებთ უნივერსიტეტებს, ვამყარებთ დიქტატურას, გადავდივართ იზოლაციაში და რისთვის ვაკეთებთ ამას? ბიძინას კეთილდღეობისთვის. მთელი ერის მომავალს ვწირავთ ერთი კაცის და მისი გარემოცვის კეთილდღეობას. რა ხდება ხალხო? რას ვაკეთებთ? გვერდიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი, გიფიქრიათ ამაზე? ვინმე რო არ იცოდეს აქ სინამდვილეში რა ხდება და რუსული დიქტატურა რო გვაქვს, ჩვენზე რას იფიქრებს, იცით? იფიქრებს რომ მაგარი გამოებულები ვართ. კაი, არ ვინდა ძალიან შორს გახედვა, აგერ სამეზობლოს შევხედოთ. ვენსის სომხეთში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ სომხურ ამერიკული სტარტაპი Firebird სომხეთში მსხვილი მონაცემთა ცენტრის შესაქმნელად 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამერიკის მთავრობამ მოწინავე კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელ კომპანია NVIDIA-ს სომხეთში საექსპორტო ლიცენზია მისცა. ასევე შეთანხმების ფარგლებში სომხეთი ამერიკისგან 11 მილიონი დოლარის ღირებულების ვიბეთის ტიპის დრონებს შეიძენს. ეს სომხეთის არმიის არსებობის ისტორიაში პირველი ამერიკული შეიარაღება იქნება. და მხარეები ასევე შეთანხმდნენ ატომური ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. რაც შეეხება აზერბაიჯანს, JD Vance-მა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა ბაქოში 10 თებერვალს ამერიკას და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. პარტნიორობის ქარტია ასევე გულისხმობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვის და სამხედრო ტექნიკურ სფეროებში. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ყურის ძირში, აქვე და რას ვაკეთებთ ჩვენ? ტროტუარზე დგომისთვის ვიჭერთ ხალხს. ვანადგურებთ უნივერსიტეტებს და ერთი უბანი, ერთი სუპერმარკეტის კონცეფციაზე ვმუშაობთ. მივედით თავარ შეკითხვამდე, ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? არ ვიცი როგორ მეგობრებო, მაგრამ იქნებ პირველ რიგში როგორმე გავარკვიოთ მოსახლეობის რამდენი პროცენტი ხვდება საით მიდის მსოფლიო და საით მივდივართ ჩვენ. არ ვიცი, აპლიკაცია იყოს რამე, რომელშიც შევალ და დავაჭერთ, რომ ყველაფერს ხვდები. ან ვერაფერსაც ვერ ხვდები. რავი. თუ მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, მაშინ ლოცვა გავაძლიეროთ. იმიტომ რომ სხვა შანსი არ გვაქვს, ღვთისმშობლის კალთა არის ჩვენი ბოლო იმედი. და თუ მოსახლეობის უმრავლესობა ხვდება, რომ გვენძრევა, ეგ უკვე იმედის მომცემია. ეგ შეიძლება ზუსტად იმასაც ნიშნავდეს, რომ არ გვენძრევა. ცოტა უცნაური ამბავი ერთი შეხედვით, მაგრამ სინამდვილეში მართლა ეგრეა. თავარი ის კი არაა, რომ კარგად იყო, ან ცუდად არ იყო. თავარია ხვდებოდე
კარგად ხარ თუ ცუდად? გაიგე. მაგას უნდა ხვდებოდი. ეხლა კარგად თუ არ თუ ცუდად. მაგას თუ ვერ ხვდები, ვეფესო და მაგას თუ ხვდები, მე უკვე შენი თვითგადარჩენის ინსტინქტი ყველაფერს დაალაგებს. რავი, წესით აპლიკაციით კი არა, თავისუფალ არჩევნებში უნდა ირკვევდეს ეს საკითხი, მაგრამ სადაა აბა თავისუფალი არჩევნები და კაი ცხოვრება. როგორმე გავარკვიოთ მოსახლეობის რამდენი პროცენტი ხვდება სიტუაციის სიმძიმეს, თორე ამდენ უდარდელ სახელს რო უყურებთ, ცოტა ჭკუიდან გადავდივართ. ადეკვატურობის ინდექსი დავარქვათ ამას. ადეკვატურობის ინდექსი და ყოველ 2 წელიწადში გავზომოთ ხოლმე. იმის მიუხედავად, ხოცები მანამდე წავლენ თუ არა ხელისუფლებიდან. რავი, ხელისუფლებიდან იწავლენ ოდესმე, მაგრამ ქვეყნიდანაც ხო არ გავყრით მაგ ხალხს. სარეაბილიტაციო პროგრამები დაგჭირდება მე. რამე აპლიკაცია გაუკეთოთ მაგათაც საერთოდ და ხან ვირტუალურ ტენდერს მოიგებენ. ხან სიმბოლურ თამსა, ხან გამოგონილ ხალხს გავანძღავენ არასენსიტიური ტერმინებით, რა. ნელ-ნელა ხოცების რესოციალიზაციაც უნდა მოვახდინოთ. ოღონდ მანამდე ჯერ უნდა გადავრჩეთ. რომ გადავრჩეთ, არ უნდა ჩამოვრჩეთ. რომ არ ჩამოვრჩეთ, ესენი უნდა გაუშვათ. სულ ესა არასდროისთვის ვიდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.